მოგესალმებით მეგობრებო, მე AI გამხმოვანებელი ვარ და დიდი ალბათობით მეტყველებისას მექნება ხარვეზები, მაგრამ მოგმართავთ ქართველებს, ვისაც ამ ქვეყნის ბედი განაღლებთ, მოსუმინოთ ვიდეოს ბოლომდე და კარგად გაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის ბედი ვის ხელშია. 6 მილიარდიანი მახე უმძიმესი კითხვები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვეხებით არა მხოლოდ ფინანსურ გარიგებას, არამედ იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რაზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა იდგეს. გამკრევალობას, ეროვნულ ინტერესებსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე. ხელისუფლება ამას ქვეყნის ისტორიაში უდიდეს ტრიუმფად აცხადებს, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა დავინახოთ არა ლამაზი მაკეტები და მილიარდების რიცხვები, არამედ გრძელვადიანი შედეგები, რომლებიც შესაძლოა შეუწყევადი გახდეს საქართველოსთვის. მოდით დავშალოთ ეს საუკუნის პროექტი სამ ძირითად კრიტიკულ რისკად. გაუმჭვირვალობის ფასი. ვინ არის ნამდვილი მეპატრონე? ყველაზე საშიში ამ გარიგებაში მისი სრული საიდუმლოებაა. როდესაც ქვეყნის ბედიც ხდება, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს დეტალები. 6 მილიარდი დოლარი უზარმაზარი თანხაა, მაგრამ როდესაც ეს გარიგება კომერციულ საიდუმლოდ ცხადდება, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი. ვის ინტერესებს იცავს ეს ფარდა? დათმობილი მიტის ფასი სახელმწიფო ამერთობლივ საწარმოში შედის ასობით ჰექტარი მიწით, რომელიც ეროვნული კაპიტალია. საზოგადოებამ არ იცის რა ღირებულებით შეაფასა ქართულმა მხარემ ეს მიწა და რა წილის სანაცვლოდ დათმო. არსებობს რისკი, რომ მიწა მინიმალურ ფასად გაიყიდა, ან ისეთი პირობებით გადაეცა, რომ ინვესტორი მომავალში უზარმაზარ მოგებას მიიღებს სახელმწიფოს ზიანის ხარჯზე. განსაკუთრებული პრივილეგიები. ინვესტორებს ხშირად ეძლევათ საგადასახადო შეღავათები ან რეგულაციებისგან გათავისუფლების გარანტია. თუ კი საიდუმლო კონტრაქტი არაბულ კომპანიას ანიჭებს პრივილეგიას, რომელიც ადგილობრივი კანონების გვერდითავლით ხორციელდება, ეს პირდაპირ დარტყმა ჩვენ სუვერენიტეტზე. ეს ნიშნავს, რომ უცხოური კაპიტალი კანონზე მაღლადგება. რისკი მომავალ თაობებისთვის. ეს პროექტი გათვლილია 10 წელი უძდებზე. მომავალში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, საიდუმლოებული პირობები შეიძლება გამოყენებული იქნას ინვესტორის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ავიცით, დაგვრჩება თუ არა იურიდიული ლაბირინთი და ვალდებულებები, რომელთა შესრულება საქართველოს ბიუჯეტს უდიდეს ზიანს მიაყენებს. მესამე, ეკონომიკური ილუზია და სოციალური უთანასწორობა. თავრობის ძირითადი არგუმენტი ეკონომიკური სარგებელია. მაგრამ თუ ღრმად ჩავხედავთ, ნახავთ, რომ ეს სარგებელი ძირითადად მოჩვენებითი და მოკლევადიანია. არამდგრადი სამშავო ადგილები, 30,000 სამშავო ადგილი. ეს ძირითადად მშენებლობის ეტაპზე საჭირო მუშახერია. პროექტის დასრულების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემწირდება. საქართველოს კი სირჭირდება გრძელვადიანი, მაღალტექნოლოგიური და მაღალანაზღაურებადი სექტორები, არა მხოლოდ სამშენებლო ბუმი. უძრავი ქონების ბუჯული პროექტი მიმართულია პრემიუმ სეგმენტსზე და უცხოელი მყიდველების მოზიდვაზე. ეს არა მხოლოდ ამ ტერიტორიის, არამედ მთელი დედაქალაქის უძრავი ქონების ფასებს კატასტროფულად გაზრავს. ქართველი ახალგაზრდები და საშუალო ფენა კიდევ უფრო დაშორდებიან საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენის შესაძლებლობას. ჩვენ რისკავთ, რომ ჩვენი ქალაქი უცხოელთა და მდინართა ექსკლუზიური საკუთრებად იქციეს. დასკვნა, გაიღვიძე საქართველო. ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია არ არის საჩუქარი, ეს არის გარიგება, რომლის დეტალები ჩვენგან დაფარულია. ჩვენ მდგავართ არჩევანის წინაშე, დროებითი ფინანსური ეფექტი და უცხოური კაპიტალის ინტერესები, თუ ეროვნული ინტერესები, გამჭვირვალობა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ნუ გავცვლით ჩვენს მიწას და სუფთა ხაერს ლამაზ მაკეტებსა და გასაიდუმლოებულ დაპირებებში. ჩვენი მოთხოვნა ურყევია. მოვითხოვთ კონტრაქტის სრულ და დაუყოვნებლივ გასაჯაროებას.